რატომ აღმოჩნდა სულხან მოლაშვილი სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთი პირველი სამიზნე? მე წარმომიდგენია რა ბოღმით გასკდებოდა სააკაშვილი, რომ პასუხი რანაირად ეგებინებია სულხანისათვის. გიგა ბოკერია მაჩვენა სიაო, რომ ჩვენ რო ხელისუფლებაში მოვართ, ესენი უნდა დავაპატიმროთ და ბატონო სულხან, თქვენ შიგა ხართ თუ ავსიაშიო. მივიდა პატრიარქთან და უთხრა, რომ აი მე ვაპირებ ვალერი გრიგალაშვილის ხმა, ადეიშვილის ხმა, ასე ამბობს სულხანი და კიდევ ბოკერიას ასახელებდა. გიგი ბოკერი. გიგა ბოკერიას. პირველი რიგში ეგ ბოკერია სპეციალურად დამართეს ჰეპატიტი. თუ ხელს ჩამომართებს მაპატიეთ რა და ადგა ახლა ფუ მე კიდე შევაფრთხებდეთ. გამარჯობა. ნაცმოძრაობის რეჟიმის მიერ დარბეული და ბრიტანეთის იმპერიის მიერ დასანქცირებული ტელეკომპანია იმედის YouTube არხზე დაგიბრუნდით რეჟიმის ანატომიის მორიგი ეპიზოდით. დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ საქმეზე, სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც იყო სააკაშვილის რეჟიმის მიერ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ჩადენილი ერთ-ერთი პირველი დანაშაული და საქმე, რომელმაც საღადმოაზროვნე საზოგადოებას მაშინათვე ანიშნა თუ რა ძალა იყო მოსული საქართველოს ხელისუფლებაში დემოკრატიის ნიღბით და როგორ ბოროტ რეჟიმთან და კაცნოძულე მმართველობასთან შეიძლებოდა ქონოდა საქმე მომავალში. დღეს ვსაუბრობთ სულხან მოლაშვილის უკანონო პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებაზე და მის მიმართ ციხეში გამოჩენილ არაადამიანურ მოპყრობასა და წამებაზე. სულხან მოლაშვილი სააკაშვილის რეჟიმის უკანონო პატიმარი რომ იყო და ციხეში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი რომ გახდა, ეს ოფიციალურად დადასტურებულია არა მხოლოდ საქართველოს შიდა სასამართლოებში, არამედ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერაც, რომელმაც 2014 წელს გამოტანილი გადაწყვეტილებით დაადასტურა, რომ სულხან მოლაშვილის მიმართ დარღვეული იყო ევროკონვენციის ერთბაშად 4 მუხლი. კერძოდ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ სულხან მოლაშვილი გახდა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, მას არ მიეცა უფლება ესარგებლა სამართლიანი სასამართლოთი, მისი პატიმრობა იყო დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო და ასევე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამი იქნა, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა სულხან მოლაშვილის მიმართ დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმპცია. დღევანდელ გადაცემაში სტუმრად გვყავს ბატონი თამაზ მოლაშვილი, საქართველოს კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის და სააკაშვილის რეჟიმის მიერ ნაწამები პატიმრის სულხან მოლაშვილის მამა, რომელიც დღეს ჩვენთან მოვიდა მიუხედავად მისი ფიზიკური არასახარბიელო ფიზიკური მდგომარეობისა. თუმცა ბატონ თამაზი მიუხედავად იმისა, რომ 87 წლის ბრძანდება, სულიერ სიმტკიცეს და შინაგან ხნეობას დღემდე ინარჩუნებს და აგრძელებს ბრძოლას თავისი შვილის წამებლების წინააღმდეგ და იმისთვის, რომ მათ არასოდეს არ მიეცეთ უფლება კვლავ დაბრუნდნენ საქართველოს ხელისუფლებაში და გააკეთონ ის, რასაც აკეთებდნენ 9 წლის განმავლობაში. ბატონო თამაზ, მოგესალმებით და დიდ მადლობას გიხდით ჩვენთან სტუმრობისთვის. ვიცი რომ ეს დღეები განსაკუთრებით არ იყავით კარგად ჯანმრთელობის მხრივ, მაგრამ დაადანეთ თავს ძალა, შეძელით, მოხვედით და მადლობა ამისათვის. ბატონო თამაზ, მოდი თქვენთან საუბარს ასეთი კითხვით დავიწყებ მე. სანამ ვისაუბრებდეთ უშუალოდ სულხანის წამების და დაპატიმრების დეტალებზე, მოდი კითხავთ, რატომ
აღმოჩნდა სულხან მოლაშვილი სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთი პირველი სამიზნე. იგი დააპატიმრეს 2004 წლის 23 აპრილს. ანუ სულ რამდენიმე თვეში ეგრეთ წოდებული ვარდების რევოლუციიდან. რატომ ამოიღო მიზანში სააკაშვილმა სულხან მოლაშვილი და პირდაპირ ესე გახსნილად რო კითხოთ, რას ერჩოდა მას? თავდაპირველად და აი რამდენი დრო გავიდა ჩემი გულიდან არ ამოდის ის რაც ძალიან ბევრმა საზოგადოების მოღვაწეებმა თქვენის დამატებით ჩვენი გულშემატკივრების ვინც თანაგრძნობა გაგვიწიეს და თუნდაც დღევანდელი დღე ჩვენი საუბრისა ჩემთვის არის როგორ გითხრათ მართალია მწუხარების გაზიარება მაგრამ ამის დავიწყება როგორ შეიძლება რაც მოხდა და მიკვირს კიდევაც ესეთი რამე რაც ხდება და თქვენ ბრძანეთ რომ რა მოხდა და როგორ აქ ბევრი რამე შეიძლება ჩამოთვალოს ადამიანმა კერძოდ რა სულხანის იმიტომ კი არა რომ ჩემი შვილია ჯიშიანი ქართველი ვარ რო იძახდა და ყოველთვის ისი თქმელი იყო და როდესაც იგი კონტროლის პალატის თავმჯდომარედ დანიშნეს მანამდე თითქოს არაფერი რა ვიცი თქოს გამარჯობა გაგიმარჯოს ეუბნებოდნენ ერთმანეთს სააკაშვილი და სულხანი მაგრამ როდესაც კონტროლის პალატის თავმჯდომარედ დანიშნეს კონტროლის პალატა ხშირად ამოწმებდა ხოლმე გეგმიურად რა თქმა უნდა საკრებულოსაც იუსტიციასაც სამინისტროს სადაც სააკაშვილი მოღვაწეობდა და ის აი ხლა როგორ ჩამოთვალოთ გინებავთ ავიღოთ ნებისმიერი თანხა სახელმწიფოს ბიუჯეტიდან როგორ იფლანგებოდა სააკაშვილის მიერ და ჩამოთვალი იყო გაზეთშიც იყო ყველგან იყო რომ ესე იგი ჯერ სადარ დაყავდა ხალხი მერე საჩუქრებს იღებდა ყველაფერს და ამას ყველაფერს როდესაც კონფერენციაზე პირდაპირ ხმამაღლად განუცხადა რომ ასეთი ამბავიაო რა თქმა უნდა ეს არ მოეწონებოდა სააკაშვილს და ის გარშემომყოფ მამაზე მერე ვიტყვი პიროვნებებს რომლებსაც აწყვეტილი ქონდათ შეიძლება ითქვას ასე ნამუსზე ხელი დადებული აღარ ქონდათ აღარ იცოდნენ რა ეკრათ რასაც უნდათ იმას აკეთებდნენ აი დღევანდელი გადასახადიდან რომ ნახოთ ვინ რას აკეთებდა ხანდახან ვიტყვით ხოლმე ნუ თუ ასეთ რაღაცებს აკეთებდნენ და ჩვენ გაჩუმებული ვიყავით მეთქვი მაგრამ რის ბრალი იყო როგორი იყო არ ვიცი და ყველაზე ძალიან იცით რა არის ძალიან ბევრი მაგისი თანამონაწილენი არიან რომლებიც ეხლაც დღესაც აი ესეთნაირად მიაქვთ ეს დროშა რო თანამონაწილეებზე სანამ გადავალ ბატონო თამაზ მე უბრალოდ დავაკონკრეტებ რომ ჩვენი მაყურებლისთვის და მსმენელისთვისაც ეს უფრო მარტივად იყოს გასაგები ესე იგი სულხან მოლაშვილმა და მისმა უწყებამ საქართველოს კონტროლის პალატამ ანუ შეამოწმეს თბილისის საკრებულო და სადაც სააკაშვილი იყო თავმჯდომარე მანამდე ასევე შემოწმებული ჰქონდათ მათ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო რომლის მინისტრიც იყო სააკაშვილი და მათ აღმოაჩინეს კონტროლის პალატამ აღმოაჩინა და ძალიან ბევრი დარღვევა სააკაშვილის უწყებების მიერ ფინანსურ გაფლანგვაზე და მე მახსოვს კარგად თვითონ სულხანის განცხადება და მონაყოლი ამის შესახებ რომ აი მაგალითად თვალსაჩინოებისთვის რომ თქვათ საკრებულოს თავმჯდომარე როცა იყო სააკაშვილი 150,000 ლარი დახარჯა სახელმწიფო ბიუჯეტიდან იმისთვის რომ დაემზადებინა ხუთჯვრიანი დროშები მაშინ როდესაც ეს იყო არა სახელმწიფო დროშა არამედ ნაციონალური მოძრაობის პარტიული დროშა ანუ საკუთარი პარტიის დროშების დასამზადებლად ხარჯავდა საბიუჯეტო სახსრებს და ნუ ბევრი ასეთი დარღვევა აღმოუჩინა მაშინ სულხანის უწყებამ 40 მაგალითად მახსოვს კარგად რომ ყოველთვიურად 50,000 ლარს ხარჯავდა ბიუჯეტიდან სატელეფონო საუბრებში სააკაშვილი და 50,000 ლარის თვეში რა უნდა ილაპარაკოს კიდე რა მახსოვს ის ბატონო
იქ ისო თავისი საკუთარი ისა სამსახურის მანქანა, რომელთაც სარგებლობდა სააკაშვილი, ამდე რაღაც უშველებელი თანხა არის გამოწერილი, რომ ეს დაიხარჯაო და ამ დროს იმ პერიოდში ძალიან ხშირად საქართველოში არ იყო ხოლმე დადიოდა საზღვარგარეთ და ეს მანქანისი საიდან დაიხარჯაო, ამაზე ხაზგასმით ლაპარაკობდნენ. მაგის გარდა კიდევ ეს დავანებოთ თავი ვინ ჩამოყავდა მასაჟის გასაკეთებლად, რა საჩუქრებს აძლევდა იმათ ეს ყველაფერი სახელმწიფოს ხარჯზე იყო და ამას კონტროლის პალატა სულხან მოლაშვილის თამადობით არ დატოვებდა უყურადღებოთ და ეს ყველაფერი რომ ამოატივტივეს მე წარმომიდგენია რა ბოღმით გასკდებოდა სააკაშვილი რომ პასუხი რანაირად ეგებინებია სულხანისათვის. აი ეგ იყო რა ყველაფერი. ბატონ თამაზ, მე რამდენადაც ვიცი სულხანმა წინ იცოდა იმის შესახებ, რომ მას ასე ვთქვათ არ უმზადებდნენ კარგრამეს და მიიღო მან ამის შესახებ ინფორმაცია წინასწარ და როგორც ვიცი შესთავაზეს კიდევაც რომ გაქცეულიყო საქართველოსთან, მაგრამ მან ეს არ გააკეთა. აი ეს ამბავი როგორ იყო თუ არის თქვენთვის ცნობილი, ვისგან მიიღო ეს ინფორმაცია და რა უთხრეს და ეხლავე გეტყვით, ეხლა პირადად ვინ არა, მაგრამ როგორც სულხანი თქვა ჩემმა მეგობრებმა მომიტანეს ამბავიო რომ გიგა ბოკერია თამადობს იმას რომ მე რაღაცა ცუდი შემემთხვასო. ნუ რა თქმა უნდა და სხვათა შორის მინდა გავიხსენო ერთი ამბავი რომ სულხანი რომ დანიშნეს მათ კონტროლის პალატაში ერთი ხნიერი კაცი ბოკერია გვარად მუშაობდა და რამდენიმე ხნის შემდეგ სულხანის ეუბნება რომ ბატონო სულხანო მე გამათავისუფლეო ხნიერი ვარო და აგერ ჩემი შვილი ლევან ბოკერია მიიღეთო სამსახურშიო. სულხანიმ გაიცნო ეს ახალგაზრდა და მამამის ეუბნება თქვენ არსად არ წახვათ გააგზავნეთ მუშაობას ხოლო ეს ბიჭი მომეწონა და ამას მე მივხედაო. მართლაც ამბიც აი როგორც შვილს რაღაცნაირად ნათესავს ახლობეს რომ ექცევიან ყველაფერი გაუკეთა. ამ ბოკერიას ხო? გვარად ლევან ბოკერიას, გიახ, რომელიც მან იმ კაცის შვილი რა, ესე იგი მე მახსოვს ეს ნამდვილად ასე იყო, ამერიკაშიც გააგზავნა სამთვიან კურსებზე, რომ ესწავლა თუ რაღაცა და რო ჩამოვიდა განყოფილებაც ჩააბარა. ეს სიტყვით ძალიან დიდი პატივი ჰქონდა ნაცემი ამ ბიჭისთვის და სულხანი იბარებს ამ ბიჭს და ეუბნება ჯო შენი მოგვარია თუ ნათესავიაო ამ გიგა ბოკერიას ჩვენთან რა უნდაო ერთი გაწადი კითხეო რაო რას გვერჩის ჩვენაო ნუ რა თქმა უნდა ვარს ვერ ეტყოდა ესა გადის რამდენიმე დღე მოდის ეს ბოკერია სულხანისთან და ეუბნება ბატონო სულხანო რა ვიცი მიჭირ თქმა მაგრამ მაინც უნდა გითხრა რაო და რომ მივედიო რომ უთხარი ეს ამბავი ჩვენთან რა გინდაო სიამა ჩვენაო ქაღალდზე ჩამოწერილი გვარებითო გიგა ბოკერია მაჩვენა სიაო რომ ჩვენ რო ხელისუფლებაში მოვართ ესენი უნდა დავაპატიმროთ და ბატონო სულხან თქვენ შიგა ხართ თუ ამ სიაშიო აი ყოველივე ამის შემდეგ უკვე და უფრო გართულდა ეს ამბავი რომ კაი საქმეს არ უმზადებდნენ სულხანის თავისმა ძმაკაცებმა ორმა პიროვნება ეთი მამალაძე იყო მახსოვს მეორე ეხვეწებოდნენ სულხან წავიდეთ რა და ისინი წავიდნენ სხვათა შორის დატოვეს საქართველოს წავიდნენ რამდენიმე წლით და ჩამოვიდნენ ეხლა ღმერთმა კარგად ამყოფოს ისინი და ეს კიდე არ ვიცი რა სიჯიუტე ქონდა თუ ესე მე ჯიშიანი ქართველი ვარ, არცაც წავსვლელი არა ვარო და დაადო თავი და მივიდა პირდაპირ პატრიარქთან. უთხრა პატრიარქთან მივიდა სულხანი? პირდაპირ. და სანამ დააპატიმრებდა. სანამ დააპატიმრებდა, მივიდა პატრიარქთან და უთხრა რომ აი მე ვაპირებ მისვლას, იმიტომ რომ ამას მიპირებენ და არ მინდა თეატრალური სანახაობა გახდესო.
გან ჩემს ოჯახში სადმე რომ ზიერ მაშინ სხვათა შორის შეუვარდებოდნენ ხოლმე სახში იყო ერთი წივილ-კივილი ოჯახის დაგრევა ჩართული კამერებით პირდაპირ ეთერში აპატიმრებდნენ ხალხს სეირს აყურებიებდნენ მოსახლეობას რომ მივიდნენ სულხანი რომ მივიდა უთხრა რომ აქედან პირდაპირ ვიდივარ და სხვათა შორის როგორ იყო იცით სულხანი დაადო თავი დალოცა რა თქმა უნდა პატრიარქმა იმის უსვენაცვალე და სულხანი წავიდა მაშინ ირაკლი ოქრუაშვილი იყო პროკურორი თავარი პროკურორი რომ მივიდა მერე სულხანი რომ გამოვიდა ასე თქვა მე თუ მერე ისა რომ დამემალაო და შემოუთვლია რომ ჩვენთან რა გინდა გიგა ბოკერია იმასთან ქალაქის პროკურორი რო იყო გრიგალაშვილთან უნდა მიხვიდე შენო ვალერი გრიგალაშვილთან ქალაქის პროკურორი ვინც იყო ესე იგი თავი აირიდა იმან და გაუშვა იქა ეგეც არ იყო სწორედ რომ კონტროლის პალატის თავმჯდომარეზე რესპუბლიკის პროკურორი თუ ხომას არ მოიღებდა მაგრამ რა გააკეთეს მაშინ არ ვიცი და ვალერი გრიგალაშვილთან რომ მივიდა იმ საღამოდან იწყება სულხან მოლაშვილის ზამება როგორ გააქანეს სადა და სხვათა შორის ამის შესახებ არ დამავიწყდება ძიმა ჯაიანი ვენაცვალებას გადაცვლილია ეხლა სამსახიობი ცნობილი სახიობი და გადასარევი აფხაზეთის ისე და ძიმა ჯაიანმა თქვა რომ სულხან მოლაშვილი რომ დააპატიმრეს მე ვიცნობ იქაო კრიმინალები რო ზიანო და შეუგდიათ სულხანი კრიმინალებთან ამათ ეგონათო ეს სიტყვებია ზუსტად იმისი თორემ ეს აიდან მეწოდინებოდა ეს კრიმინალებია სხვანაირად გავუსწორდებიან მაგასაო ეგ კი არა ხელის გულზე დასუსო რომ კაცი ხარ და ვაჟკაცი ხარ შენაო ეს რომ ვარი ეთქვეთ მაგაზე მერე გამოიყვანესო რომ არაფერი გამოუვიდათ ეგა და სარკე ოთახში შეაგდეს სადღაც სადაც ისეთი აუტენელი პირობები იყო რომ უბრალოდ აი ესე აი როდესაც მათიას იორში ჩამოვიდა და ელენე თევდორაძე და ნანა კაკაბაძე ატეხეს ერთი ამბავი რომ სულხან მოლაშვილი ნაწამებია და ესეთია ისეთიო მოუთხოვია მათიას იორს კიდევ რომ მაჩვენეს სულხან მოლაშვილიო კარები რო გაიღო ამას ყვებიან ელენე თევდორაძე ყვებოდა მაგას გაზეთში ეწერა მახსოვს ძალიან კარგად კარები რო გაიღო ისეთი სულხანი ეგრევე ჩაიკეცაო არც კამი ქონდაო არც საწოლიო არც დასაჯდომიო ყველაფერიო და ცუდად გახდაო და ეს რაც ნახა მათიას იორშმაო გამოსვლისასო გვითხრაო და გააფრთხილაო რომ ეს რას აკეთებთო ამით იგინათ ევროპაში შესვლაო თქვენაო აი ამ სიტყვებით მიბაძა თქვა თურმე მათიას იორშმა მაგასაც რა თუნდო და ყველაფერი სვენელს რომ დაუკონკრეტოთ უბრალოდ შეიძლება ბევრმა არ იცოდეს მათიას იორში იყო მაშინ ევროსაბჭოს სპეციალური წარმომადგენელი და ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურა ევროსტრუქტურებში ბატონო თამაზ მოდი ამაზე გავამახვილოთ ყურადღება როგორც წესი და რიგია და როგორც დღეს ხდება წესით ისე უნდა მომხდარიყო მაშინაც რომ ყოფილი თანამდებობის პირებისათვის არსებობს სპეციალიზებული სასჯელახსრულების დაწესებულება სადაც მხოლოდ ყოფილი თანამდებობის პირები ან ძალოვანი უწყების ყოფილი თანამშრომლები იხდიან სასჯელს და სულხან მოლაშვილის თანამდებობრივად ასე ვთქვათ ეკუთვნოდა რომ სასჯელი მოიხადა სწორედ ასეთ დაწესებულებაში და თქვენ ამბობთ რომ ის ჩასვეს კრიმინალებთან ხო რომელ საპყრობილეში ჩასვეს ეს მაშინდელი რომელი საპყრობილე იყო ვიდეო თუ რაღაცა რას ეძახდნენ რაღაცა მეშვიდე საპყრობილეს ეძახდნენ ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდები და კრიმინალური ავტორიტეტები იქ ჩასვეს იქა სახელმწიფო ყოფილი თანამდებობის პირი ეგ სპეციალურად გააკეთეს რომ იქნებ იმათ რაღაცა ზეწოლა მოეხდინა სულხანიზე მაგრამ მეო ვიცნობო რამდენიმესო იქაო დიმა ჯაიანმა აი მის სიტყვები ესა გაზეთში შეეწერა თუ არ თქო რომ
ეს არ გამოუვიდა დგა პირიქითო ისინიო ხელის გულზე ატარებდნენ სულხანისო რომ კაცია, კაცურია, ვაჟკაცია და ნუ არავითარი პირიქით ესავრობდა ეს არ გამოუვიდათ ეგა მერე გამოიყვანეს მაქედან და ჩააგდეს იქ სადაც საშინელი პირობები ქონდა ბატონ თამას ცნობილი ამბავია რომ სულხან მოლაშვილის წამება და ადამიანური მოპყრობა მის მიმართ დაიწყო არა ციხეში არამედ დაიწყო ჯერ კიდევ წინასწარი დაკავების იზოლატორში თავიდან აი თუ გახსოვთ თუ გაიხსენებთ თქვენ ამ დეტალებს როგორ აი კონკრეტულად რა ხერხებით და რა მეთოდებით აწამეს სულხან ვალერი გრიგალაშვილის ხმა ადეიშვილის ხმა ასე ამბობს სულხანი და კიდევ იმის ბოკერიას ასახელებდა გიგი ბოკერი გიგა ბოკერიას პირველი რიგში ეგ ბოკერია ამათი ხმა იყო რომლებმაც ჩამოაცვეს თავზე ამითი რა უნდათ რომ ხმა არა მოეღო თუ რაღაცა და დაუწყეს წვალებად სიგარეტის დამწვავიც ყველაფერი და სხვათა შორის როდესაც აქედან პირველ რიგში შევიდა სულხანი რეზბანიცაში დიდი მოთხოვნ ეგ მერე რომ მივიდა ეს მირცხულავა წერს გაზეთში ეწერა რომ სულხანი რომ მოვიდაო შემეცოდაო ისეთი ნამწვავები ქონდაო ზურგზეო კი ეს ცნობილი ფოტოც არის გავრცელებული სიგარეტის თრო აქვს ზურგი ამომწვარი სულხანს თუ არ ვწდები საუბრობდა ელექტროშოკერით წამებაზე ეგ ფეხებზე გაზეთის შემომახვიეს ფეხებზეო და ისე მაწამისა დენს შემოეწა ისეთ რაღაცებს უშვებდნენ იქიდან რომ ვენების გაგანიერება დაემართა და მაგასთან ერთად ვიტყვი რომ როდესაც რაღაცას უშხაპული მე რომ მივდიოდი ხოლმე მაგასა გაზეთი მიმქონდა დიახ უყვარდა სულხანს გაზეთი და პრესა მიმქონდა ხოლმე და რომ მიმქონდა პრესა აი ესე გაშლიდნენ ხოლმე ციხეში ვინც იღებდა პერედაჩებს რო ქვია ესენი ხო და ხარაფერია შეგაო და ხო და დაჯვასხარად ვიგდებდნენ მე ხშირად დავდიოდი და აი მოვიდა პოსტალიონი მოვიტანა გაზეთებიო გეკითხებით მე თქვენ 11 თვის განმავლობაში როცა ექიმები და ექთრები რაღაცა წამას უშხაპუნებდნენ და დამართეს სპეციალურად დამართეს ჰეპატიტი 11 თვის განმავლობაში არ უმკურნალეს და ერთმა ექიმმა რომელმაც თქვა რომ ჰეპატიტი აქვს მაგასაო ვიღაცა მედიკის ხალბატონს უთქვია რომ არ თქვა ეგა თორე ზევით ეწყინებათო ესე იგი ანუ დამალეს პატიმრის დიაგნოზი? აბა, დამალეს და 11 თვის განმავლობაში. როდესაც მე ატეხეს ერთი ამბავი, რომ ცუდად არის, ასე ისია, სტრასბურგშიც გააგზავნეს, ასე ვთქვათ, საჩივარი და რაღაცა, იქიდან მითითება მიიღეს, რომ გადაიყვანეს საავადმყოფოშიო და მერე გადაიყვანეს საავადმყოფოში. მაგრამ ბოლოს ვიტყვი მე რომ ვის იმ 11 თვის განმავლობაში ისეთი დაავადება აკიდეს რომ გამოვიდა საფრანგეთში რომ წავიდეს სამკურნალოდ ვეღარ უშველეს საბათ მაგრამ იმ დაავადებას ვეღარ უშველეს საფრანგეთში აქ რას ვინ უშველიდა და იქაც და იქ გარდაიცვალა მე სულხანი ამის გამო რომ ვერ იყო კარგად, ვერ იყო. მოდით ცოტა დაუჯერებელია ბატონო თამას დღევანდელი გადასახედიდან ეს და კიდევ ერთხელ გაუსვათ ხაზი რომ ციხეში პატიმარს ამ შემთხვევაში სულხან მოლაშვილს დაემართა ჰეპატიტი. კი. ამას თავიდანვე მიხვდნენ ექიმები. მაგრამ ვერ გაამხილეს ეს დიაგნოზი იმის რომ სადღაც ზევით ვინმე არ გაბრაზებულიყო და იცოდნენ რომ ადამიანს ქონდა ჰეპატიტი და 11 თვის განმავლობაში არ მკურნალობდა, ხო? მაგაზე პრესაშიც იყო, ჩვენც ვლაპარაკობდით, რომ ეს 11 თვე, როდესაც ავადმყოფი ყავდათ, ეხლანდელი პატიმრები რო ყავთ, აქა პოლიტიკურ ნიშნით რო იძახიან ჩვენავარ და ისენიო. ერთხელ აი ნებისმიერი წაიყვანონ და
აჩვენო სულხან ვოლაშვილი რა დღეში ყავდათ ჩაგდებული იქ რა არ ვიცი რა როგორ გითხრათ მე თქვენ საშინელება იყო მაგათი წამებაც და ყველაფერის და ეხლა აქედან გადასახედიდან რო გადავხედოთ არა პატრონი არა ყავდა მაშინ ჩვენ რაღაცო კი მესმის რომ სააკაშვილი ჯეჯილობდა ჩვენ არ დამავიწყდება 143 სიამაყ შენახული მე სახში 143 კაცმა მიმართა პრეზიდენტს სააკაშვილს სულხანი თავდებით უდგებითო ამ კაცო არ არის დამნაშავეო და ამ 153-ში ვინ იყვნენ იცი სპორტსმენი გინდა, ექიმი გინდა, მეცნიერი მუშაკები გინდა, პროფესორები გინდა, პოეტი გინდა, ყველა დარგის იმიდან იყო 153 კაცი. ამას რა უწოდა იცი მე სააკაშვილმა? ჩარეცხილები არიანო ეგო. ჩარეცხილები ვიცით რაც არის, ხო? ესე იგი, აი ამ 153 კაცის ნაღები ხალხი საქართველოში ვინც იყო, ყველა დარგისა, რომ ასე იძახდა არ ვიცი რა და კიდევ დღეს ხმას იღებს ეგ შობელძაღლი მაპატიეთ ამ გამოთქმისათვის რა და სხვათა შორის ბატონო თამას ბოდის გიხდით რომ გაწყვეტინე ეს ფრაზა სააკაშვილის ფრაზა ეს ჩარეცხილები ეს საკულტო ფრაზა ყველა მიცის ქვეყანაში თითქმის მაგრამ აი ბევრმა არ იცის და ეხა სიმართლე გითხრათ მეც კარგად არ მახსოვდა ანუ ეს ჩარეცხილები რო უწოდა ამ ინტელიგენციის წარმომადგენლებს ეს მოყვა ზუსტად იმას რომ სულხანის შეწყალება ითხოვე ეს აქედან გამომდინარე წამოვიდა ეს ფრაზა აბა ესე იგი ამათ ეს ნამდვილად არ მახსოვდა ეს როგორ ისიც დაწერეს სპეციალურად მიმართვა გაზეთშიც იყო ის გაზეთიდან სია მე მაქვს წარწერაც არის რომ ბატონ პრეზიდენტს თქვენო იმედი გვაქვს ჩვენ რომ ასიზათ ისე რა მოეფერნენ კიდევაცა და 153 კაცის ხელის მოწერაა რომ სულხანი გაანთავისუფლეთ არ არის დამნაშავე და ასე შემდეგ და ჩარეცხილები უწოდა სააკაშვილმა და მე რას ვისახიცი რომ ნუ თუ იმ ადამიანს არ მეტი ჭკუა აქვს, არ მეტი სინდისი აქვს. 153 კაცი, ნაღები ხალხი რო ჩარეცხილად უწოდა და უკუაგდო მათი მოთხოვნა. ამ კაცს კიდევ სალაპარაკო უნდა ქონდეს, დავანებოთ თავი დანარჩენ სისულელეებსა და დანაშაულს, რაც მას ჩაუდენია. ბოკერიასთან ერთად. რა ვიცი. ბატონო თამას თქვენ აი სულხან მოლაშვილს მიუსაჯეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. აქედან მან ციხეში გაატარა 4 წელიწადი სანამ შეიწყალებდნენ და ანუ ამ შეწყალების თემაზე ჩვენ ცალკე ვისაუბრებთ, მაგრამ ამ 4 წლის განმავლობაში სანამ ციხეში იჯდა სულხანი, თქვენს ოჯახის წევრებს მის მეუღლის ბავშვები ალბათ პატარები იყვნენ მაშინ. რამდენად გქონდათ მასთან კომუნიკაციის საშუალება და რამდენჯერ ნახულობდით თუ ნახულობდით საერთოდ და ასე შემდეგ. როგორც გითხრეს მაშინ კანონი იყო რომ ვითომ რადგან ხედავდნენ რომ საზღვარგარეთიდან ვიღაცები რაღაცებს ათვალიერებდნენ თვეში ერთხელ ქონდა უფლება მამას რომ ენახა შვილი ციხეში ძმას ცოლს ბავშვები სამი შვილი ყავს სულხანის ამ სამიდანო ორი შევიდესო აი ეს რას ნიშნავდა ეგ არ ვიცი და არჩიოს თვითონო რომელი შემოვიდესო და მამა მშობელი არჩევდა შვილს ამ ეს არ შემოვიდეს და ესენი შემოვიდესო ეგეც სულიერი ტრაუმა იყო ეგეც მაგას თავი დავანებოთ ჩვენ სამიდან მამა ცოლი და ძმა ორი უნდა შესულიყო მესამე არაო ესე იგი ის კანონი რო ქონდათ რომ თვეში ერთხელ შემეძლო ძმას წორს მამას ენახა არ გამოდიოდა სპეციალურად აკეთებდნენ იმას რომ მე მაგალითად როგორ ვიტყოდი რომ ძმა ვარ ნახოს ცოლ ვარ ნახოს და გინათორე მე ვნახო მეთქვი და მე გამომდიოდა ორ თვეში ერთხელ შვილის ნახვა
ესეც მაგათი სულიერი ჩვენდამი სულიერი ტრამვა რომ ამას გვიკეთებდნენ აი ესე უნამუსოდ იქცეოდნენ ყველაფერში და როგორ გითხრათ ის რასაც ეგენი აკეთებდნენ არც ერთ გრაფაში არ ჯდება ადამიანთან მოპყრობისა აი ხანდახან ვიტყვი ხოლმე რომ ამას რომ აკეთებდნენ ნუ თუ ან ოჯახი არ ქონდათ სინდისი მამაძე აი ეს ხალხი ვინც არიან ხო ჩამოსული ესენი არ არიან როგორ გითხრათ რამდენიც არ უნდა ეფერო რამდენიც არ უნდა კოჰაბიტაცია ჩაუტარო მაგათ აი დღევანდელი დღიდანაც ეხლა ძალიან ბევრია რომელიც ლაპარაკობს რომ ამას ვიზავ იმას ვიზავ რას იზავ რაც გააკეთე იმაზე აგე პასუხი ჯერაკაც მაგრამ მე უკვე მაყოფილი ვარ ამ თავრობისაც ამ დარგით რომ ბევრს ნუ ალაპარაკებენ ამისთან ხალხს ვისაც დიდი დანაშაული აქვს ჩადენი და კეთილი ინებოდ და მოსთხოვონ პასუხი უფრო მკაცრად მაპატიეთ ეხლა გაზეთში წავიკითხე რომ ელენე ხოშტარია ამობს რომ მე არც კინოს გადავიხდიოთ გირაოს ამრფესიო არაფერი არ მაგლია ძალიან კარგად ავარო აკაო საჭველიც აქვს სასველიც აქვს ტელეფონიც აქვს ყველაფერი და ციხის ადმინისტრაციას მადლობაც გადავხადე მადლობას უხდის ციხის ადმინისტრაციას ასე მიქცევო ასე თუ გააგრძელეს პატიმრობა მეც წავალ საპატიმროში და მაჭამონ მასწავლ და დაჩაზე ვიქნები ხაც ნებისმიერ ვირონება მაგრამ ესენი დამნაშავეები რო არიან და ასეთ ყოფაში ხავთ ეგეც არ არის კარგი გენაცვალოს ჩემი თავი პატიმარს ადამიანური პირობები უნდა კონდეს რა თქმა უნდა ბატონო ამას მაგისთვის ვიბრძოლოთ ჩვენ ყველამ რომ ეგ დამდგარიყო საქართველოში რომ პატიმარ ციხეში არ ეწამებინათ და არა ძალიან ზედმეტი პატივისცემაა რო იცოდე ო ზედმეტიც არაფერი არ ვარგა როგორც იტყვია ო აი ზედმეტია ისა რომ ხოშტარია როგორ ლაპარაკობს რა ფულებსაც რუსეთიდან იღებს თუ სადმე აქ ეგ ჩემი საქმე არ არის უბრალოდ მაგარ დააშავა რაღაცა ხო პასუხი უნდა აგოს მაგაზე და იძახის რომ არაო მეო ძალიან კარგად აგძნოფ აქაო თავსაო აი წარმოიდგინე თუ კარგად აგძნობს არც უარეს იზავს ეგეც მეორეც მესამეც მეოთხეც ბატონ თამაზ რა მაინტერესებს აი ამ წლების განმავლობაში სანამ სულხანის ციხეში იჯდა იმ 4 წლის განმავლობაში ან თუნდაც სულხანის ციხიდან გამოსვლის მერე თუ გქონიათ თქვენ რაიმე შემთხვევა ან შესაძლებლობა ხომ არ გქონიათ რომ თქვა სადმე შემთხვევით ან გადაყროდით სააკაშვილს პირადად ან მისი ოჯახის წევრს ან შეხვედროდით სადმე თუ გქონდათ ან სურვილი რომ რამე გეთქვათ აი ამ წლების განმავლობაში ხომ არ გქონიათ ეგეთი შემთხვევა იყო ერთი ასეთი შემთხვევა მე სკოლის დირექტორი გახლავართ და გამიკეთეს სკოლაში რემონტი და მითხრეს რომ სააკაშვილმა მოვიდესო და ლენტი უნდა გაჭირასო აქაო წარმოიდგინეთ რა დამემართებოდა ჩემი შვილი ციხეში ამ დროს აი სულხანის ციხეში ყოფნის პერიოდია სულხანის ციხეში პერიოდში მანამდე გადასარევი რემონტი გამიკეთა მერიამ შენობისა და მოვაო პრეზიდენტიო და გაჭირის ლენტსაო და გავგიჟდე კიდევ და ჩემი მეგობრები არიან ახლა ჩემ აღშფოთებას როგორ დავმალავდი და რას არ ფიქრობდი რა გავაკეთო როგორ გავაკეთო ყველაფერი და ხენ ხარ ჩემი ბატონი 1-2 კვირა მაინც გაგძედა ეს ამბავი რომ ველოდები რა არის მიფიქრია იარაღის შოვნაც მინდოდა რა ვიცი ყველაფერი და თორნიკე მაფრთხილებდა მამა იარაღს ხელი არ მოკიდო სანამ შენ სადმეს რამეს გააკეთებო თავზე ხელის აღებას ვერ მოსწევ ეგენი იარაღის შოვნა რატო გინდოდათ ბატონო თამარ მე უკვე გადადებული მქონდა ჩემი თავი და ვახლიდი მაგის დედავატირი რა შვილი მოვიკლა შვილი მიწამა შვილი ვიცი რომ მაგისი ნაწამებია ჩემი შვილი და ამ დროს ეს ყველაფერი ხო ვიცოდით უკვე ნაწამობა და ყველაფერი და მოვიდეს და ხელი უნდა ჩამოვართო
ხელს ჩამოვართმევდი, აი კაცი ვიქნებოდი მე გული არა მაქვს, შვილს რაც გამიკეთა, მაგრამ მე ცოცხალი რაღა თვინდოდა რომ ყოფილიყავ. დანა იქნებოდა თუ იარაღი იქნებოდა, ცული, კისტა თუ იარაღი ეგრევე წავიდოდი მაგას და ბოლოს როდესაც დამარწმუნეს რომ შენო ვერაფერს ვერ გააკეთებო მაგას დაცვა ყავსო ესეო ისეო მე ბოლოს რა ვიფიქრეს ეს კარგი ხო მოვიდეს ხელს ჩამოვართვე მეთქვი და ამას მაინც ვიღა დამეშის თუ ხელს ჩამომართებს მაპატიეთ რა და ადგე ახლა ფუ მეთქვი და შევაფრთხებ მეთქვი რომ რაღაცა ჩემი გულიდან რაღაცა მომეძრო რა შვილი ეს წარია ესმის ბატონო თამას მაგიტომაც ვერ გაუბნებით ვერაფერს ეხლა არ მივცემ ჩემ თავს იმის უფლებას რომ ეხლა აქ რაღაცა გატკეპნილი ტექსტები რო ვილაპარაკო რომ აი შურის ძიება არ შეიძლება და ადამიანს არ უნდა ესროლოს და ასე შემდეგ ეს რა თქმა უნდა ასეა მაგრამ შვილმკვდარი შვილმოკლული ნაწამების შვილის მამის გულში მაგ დროს რა ხდება არავინ არ იცის ამიტომ ყველამ თავის ამრეკლოდან განსაჯოს ეს ამბავი მე ნამდვილად არ დავიწყებ ეხლა ნარი სიტყვების ლაპარაკს ამის გამო ბატონო თამას რამდენადაც ვიცი მე ცხონებულ სულხანსაც აქვს ჩემთვის ნათქვამი მან აღარ მახსოვს ეხლა ზუსტად იცოდა თუ ქონდა მას თვალები ქონდა ახვეული წამების დროს და იმიტომაც იყო რომ ამბობდა ხმით ვიცანი ბოკერია ადეიშვილი და ჩამოთვალა გვარი მან იცოდა თუ ეჭვი ქონდა რომ მისი წამება ვიდეოთი იყო ვიდეოზეც იყო გადაღებული და თქვენ ხო არ იცით რამე ამის შესახებ უღებდნენ არ უღებდნენ როგორ გითხრათ ეს 8 წამეს მან და ვინ უბრალოდ ხალხი რას ამოდა იცით აი ხო არიან კიდევ ცოტა ისეთი სინდისიანი ადამიანები ბოლოს ეუბნებიან სურათებს იღებდნენო ვიდეოს თუ რა სადაც წამების დროს წამების დროს ეგა იყო თავარი და მიხონდათ სააკაშვილთან და წამოწოლილი რო იყო უხაროდაო რომ აი რა დღეშიაო ისო ხო ხედავო რა დღეში ჩავაგდეთო ეუბნებოდნენ აი როგორ ვაწამებთო მაგას ეს ხმები საიდან შიგნიდან ხელისუფლების შიგნიდან გამოვიდა თუ თქვენთან თვითონ სულხანის ეუბნებოდნენ მე სულხანის აი ამ ასე უხარია სააკაშვილის ამის გაკეთება ერთ სიტყვით აი სააკაშვილი ატლიკეციული მითი იყო მაგის შუბა დავხიე მართლა მე და რომ უხარო და სულხანის წამება და სხვათა შორის მეკითხებიან რომ რატო მაინდა-მაინც სულხანი ამოიღო ნიშანშიო სააკაშვილმაო და კი მეც ეკითხეთ თავიდან ზუსტად გაზეთშიც ეწერა ჩემი სიტყვები არ არის ბატონი პეტრე მამრაძე წერს რომ ამას აკეთებდა იმიტომ ეხლა ჩემი შვილის ხება მე არა იმის სიტყვებია ესა რომ ატყობდა რომ სულხანი მაგაზე უკეთესი იყო უიურისტია ის ადამიანის კაცურად ყველაფერიო და ვერ იტანდა მაგასაო რომ მაგაზე უკეთესი იყო ერთი ეგა და მეორე კიდე ის რაც ამოუკექა სულხანი მაგას და ამიტომ იყო რომ გამწარებული იყო სულხანიზე მსმენელისთვის და მაყურებლისთვის ვიტყვი უბრალოდ დავაკონკრეტებ რომ სულხან მოლაშვილს ბრალდება წაყენებული ქონდა თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით და მას სთხოვდნენ აი ამ წამების და ამ ყველაფრის მიზანი ის იყო სულხანის როცა აწამებდნენ მისგან მოითხოვდნენ ეს თვითონ სულხანისგან ვიცი პირადად მე და მგონია რომ თელმა ქვეყანამ იცის მისი ინტერვიუებიდან მოითხოვდნენ მისგან რომ ეთქვა მას რომ თითქოს ის კონტროლის პალატის დასკვნები რომელიც სააკაშვილს ამხელდა კორუფციაში და საბიუჯეტო სახსრების ფლანგვაში თითქოს არ შეესაბამებოდა სიმართლეს და თითქოს სულხანმა როგორც კონტროლის პალატის თავმჯდომარემ ეს ყველაფერი შევარდნაძის პოლიტიკური დაკვეთით გააკეთა ამას მოითხოვდნენ მისგან ხო სწორად ვიცი ბატონო აი ზუსტად ეგრე იყო ეხლა გაია რომ გამახსენე ესე იგი თქვიო რომ შევარდნაძე გავალებდა მაგასაო დიახ რომ ესე გაგეკეთებია რომ გეთქვა რა დანაშაული ქონდა და შევარდნაძე რა თუნდა და მაგასაო ხო იყო ეს დანაშაულიო რა და უარი უთხრა ამაზეც უარი ესე იგი რა მაგას თავი დავანებოთ როდესაც
სულხან მოლაშვილს სტრასბურგში ქონდა შეტანილი. აი ამ იმ მთავრობამ რამხელა ზარალი მოგვაყენა ჩვენ პიროვნულადაც, ოჯახსაც, ყველაფერი. თორნიკე მეუღნება პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე ვიცე-პოლკოვნიკი. თქვენი მეორე ვაჟი. ჩემი მეორე ვაჟი, სულხანის ძმა. 2 წლით პატარა ძმა. აი რო უყურებო ეხლა ესეთიო მივიდა და დაწერა განცხადება გამათავისუფლეთო. მაშინ ვინ იყო მაგათი მინისტრი აღარ მახსოვს. არაო კაცო რა სალაპარაკობო შეთან რა გვინდაო ჩვენაო. როგორ რა გინდათო კაცო აგერო მეო ამხელა თანავდების ჩემი ძმა ციხეშიო და აქ ერთ სიტყვით გავიდა და რამდენიმე ხანი და თორნიკეს დაждდებენ. და თორნიკე ეთი არ დამავიწყდება ეს მომენტი, მოდი მამაო რა გაჩვენო, მიმეყვანა და მაჩვენებს რომ მანქანა დგას იქ. აი ახლა მეყურეო შინაო მეორე ჩავალო და წავალო ეს მანქანა უკან გამოყვებაო. ესე იგი მიხვდა რომ ვიღაცები რაღაც და მე თქვი რა უთვალთვალებდნენ ანუ ხომ? უთვალთვალებდნენ და უნდათ რაღაცაში რაო იციო ეგაო ესეთი ისიქნებაო რომ ან იარაღს ჩამიგდებენო სვანაირი იარაღს რაღაც თორე მაგას ეხლაც უფლება აქვს რომ იარაღი ატაროს. ნუ პოლიციის პოლკოვნიკია და რა თქმა უნდა იქნება. ან კიდე ნარკოტიკსო რომ რაღაცაში ხო უნდა დამდონო ბრალიო არაო და მართლაც ხო და ეს რა გააკეთა იცის თორნიკემ მამა ძაღლის ერთია ჭკვიანი უყურეთ დააყენა ცოლი და გადამიღეო რა რასაც ვლაპარაკობ და ეს გადაიღო ვიდეოზე რომ თორნიკე ამობს ეგენი ან ამას მიზავენ ან იმას მიზავენო უნდათო ჩემი დაჭერაო გადის ერთი თვე თუ ორი თვე და თორნიკე დაიჭირეს ყველაზე მთავარი რა იყო იცით როდი დაიბარა თავისმა მინისტრმა მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრმა თუ ვინ არ ვიცი თორნიკე მოლაშვილი და ეუბნება ამ იმითი რა ქვიან ხო არაფერი გამოვიდათ არა იქნებო კაი თანამდებობა უნდა მოგცეთო შენაო და აი ახლა დეპარტამენტის უფროსად უნდა გაგიშვათო აი ესე უნდა დაჭერილ კაცს ეუბნებიან თუ როგორ თორნიკეს ეუბნებიან რო დაიჭირეს მერე? არა, ეგ ადრე იყო ეხლა ეს ამბავი და მე დაჭერაზე წავიდე. ეუბნებოდი გამომჩა რომ მე თქვა და იმიტომ ვიზახი ჯერეს იყო სანამ დაიჭერდნენ რომ ანუ დაჭერამდე შესაძლებლობას თანამდებობა ვინ იყო არ ვიცი დონაძე გვარს ახსენებდა იმან მოკიდა ხელი თორნიკეს შეიყვანა მინისტრთან და მინისტრი ეუბნება დეპარტამენტის უფროსად უნდა გაგუშვო აი რუჩკე კალამი მიჭირას ხეშიო ეხლა დავწერ ბრძანებასო და ოღონდ ერთი პირობითო სულხანის უთხარიო რომ სტრასბურგიდან საჩივარი გამოიტანოს თორნიკეს სიტყვები რაო ვენებს გადავიჭიριო რომ სულხანი მიქიდან საჩივარი გამოიტანოს აი ეს აქ ნათქვამი თორნიკეს იმათივ და ამის შემდეგ წავიდა დაჭერაზე მუშაობა რომ იქნებ დაიჭირეს და მართლაც დაიჭირეს და გავდათ იქა და აი ესეთი სიტუაცია იყო ასე გვამწარებდნენ რომ როგორმე არც და მოგიხსენებათ კარგად რომ ყველა მიცის ეს რომ 4 პუნქტით სტრასბურგმა გაამტყუნა ეგენი და მიაწერა ბოლოში საქმე ახლიდან იქნეს გამოძიებულია და ოღონდო სულხანის უნდა შეეტანა განცხადება ეს უკვე გამოსულია სულხანი რომ რაო სულხან მეო დავწერო განცხადებაო რომ გთხოვთ ახლიდან ეს განცხადება ვის უნდა მიუტანო მერე და ჩამომითოლა გვარები ეს გიგაბუკერია ეს ის ვიღაცა მაგათვი მაგენი ზიანი იქავდა მაგათ დაუწერო მე
სტრასბურგმა უკან ნახა მაგათ რომ ახლიდან და ჩემ გაცხადება ჯობია სტრასბურგის მითითებაო და კეთილი ინებოდა და გამოიძიო ნახლიდან ეხსაკრებო. არა, სულხანი აღარ ამყარდა, ვიღა გამოიძიებს ახლა მაგ საქმეს, მაგრამ მე მამამის, შვილდარ მამას ვინ დამავიწყებს, რა დამავიწყებს ჩემი შვილის გასაჭირსა, გინა ერთისა და გინა მეორისას. არ ვიცი რა ვქნა. ბატონო თამაზ, თქვენ ბრძანეთ ახსენეთ, რომ სანამ სულხან მოლაშვილი თავის ფეხით მივიდოდა ქალაქის პროკურატურაში და თვითონ ჩაბარდებოდა, მან ლოცვა-კურთხევა მიიღო საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისაგან, ილია მეორისაგან, ხო? ანუ ჯერ საპატრიარქოში მივიდა და შემდეგ წავიდა პროკურატურაში. და რამდენადაც ვიცი, მე ილია მეორე იყო პირადად ჩართული და ჩარეული სულხანის შეწყალების ამბავშიც. მე მგონი სწორად მახსოვს და თუ გაიხსენებთ ამას, როგორ მოხდა სულხანის შეწყალება და გამოშვება ციხიდან. ესე იგი, აი, ამ გადასახედიდან რო უყურებ, აცხონოს მაგისი სრული პატრიარქისა ყველას რაღაცას სიმართლისაკენ უბიძგებდა და ახლოს იყო ხოლმე, ანუგეშებდა ხოლმე და პატრიარქმა ერთი ის რომ როდესაც სულხანი მიდიოდა უნდა ჩაბარებოდა მივიდა მეუფასთან, ხო ეგ გააკეთა ისეთნაირად რომ ლოცვა კურთხევა აიღო იმისგან. მერე კიდე როდესაც ნინო ბურჯანაძე რომ ორი კვირით პრეზიდენტი იყო. პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ. თვითონ პატრიარქმა მოითხოვა რომ გაანთავისუფლეთ აუცილებლად სულხან მოლაშვილი და მირცხულავაო, ორივენიო. და ესე მირცხულავა იყო, რომ უთხრათ მსმენელს და მაყურებელს, დავით მირცხულავაზეა საუბარი ენერგეტიკის ყოფილ მინისტრზე, რომელიც ასევე დაკავებული ორივენი იყვნენ და სხვათა შორის ძალიან ცუდად მოექცნენ მირცხულავასაც, იმიტომ რომ კვდებოდა ადამიანი თურმე და იქ მოეხმარნენ რაღაცა გამოიტანეს და ყველაფერი. ნუ იქ რაც ხდებოდა, იქ სულხანი მოუყვა ყველას. ერთი სიტყვით, როდესაც მე პატრიარქს უთქვია რომ გაანთავისუფლეთ ეგენიო, თხოვნა რა თქმა უნდა იქა დაიწერა ბრძანება რომ შეწყარებული იქნენ ეგენი, განთავისუფლებული იქნენ პატრიარქის მოთხოვნით. და როდესაც წერილი მოვიდათ საპატიმროში, სადაც მირცხულავა და სულხანი იყვნენ, ჯერ მირცხულავა დაიბარეს თურმე. და უთხრეს რომ ეხლავე აღიარე დანაშაულიო და ეხლავე გაგიშვებთ სახშიო. ხავჭერდიო მე დათო მითხრა. რო ამოდის კიბეებზე სულხანი ჩადის. სულხანო უთქვია, ესეთი ამბავიაო და სულხანის გაუგია ხმა იმისი რა ქვია მძღოლისა, რომელიც ეძახდა ამ მთავრობას, იქ ვინც იყვნენ, რა ვიცი. ებიჯო რა შევითო დროზეო ეს ორი კაცი ჯამისით ვანქანაშიო პატრიარქიო გელოდემა ამათ ორივესო. ახ უყურე შენაო და ერთი სიტყვით აი ესე პატრიარქმა ანუ საპატრიარქმა გააგზავნა ციხეში მანქანა სულხანის და მირცხულავას გამოსაყვანად. ორივენიო რო გაანთავისუფლებენ, როგორ დაწერილია ბრძანება განთავისუფლება. არ უშვებენ ისინი მაინც რომ კიდე აწვალებენ რაღაცას და რომ ჩემთან მოვიდა და მე სახშიც ეხლაც კედელზე სურათი მაქვს, სადაც მირცხულავა და ეს პატრიარქის შუაში ამათ სანთლები და რაღაცები უჭირა დღეში, რომ დალოცა პატრიარქმა და ეს როგორ მოხდა იცით? მაგ დღეს მე ჩემ რძალთან ვარ გოგებაშვილზე იქა. სულხანი პატიმარია ჯერა. და მაჭამა საჭმელი და მაპურა რო იტყვიან ვიცმებ და წავედი ახლა მე თქვი და მოიცა მამაო მითხრა რა იყო მე თქვი და ეხლა დამირეკესო რომ სტუმარს ელოდეო. რა მე უთხარი და კიდე მეორე ზარი იქა. სულხანიო გაანთავისუფლეს და პატრიარქთან არის და სახში მოვა მერეო ჯერ პატრიარქთან იქნებიანო და მერე სახში მოვაო.
ანუ შეწყალების გათავისუფლების შემდეგ ჯერ პატრიარქთან მივიდა და მერე მოვიდა ოჯახში, ხო? და მე კიდე რა მირითი ვარ ამ პატრიარქის ყოფილდა ყველაფერი, რომ სულხანი რო გარდაიცვალა 29 ივნისს მე ჩამოასვენეს ქაჩუეთის ეკლესიაში. ის საფრანგეთში კლინიკაში გარდაიცვალა, იქ გარდაიცვალა. ხო, ნუ იქ შეხვედრა თვითმფრინავიდან შეხვედრა მე რა იყო, ეს სურათები იყო ტელევიზორშიც აჩვენეს, სხვათა შორის რომ ბრაუდით და ვიყავით ერთ ამბავში რომ ჩამოასვენეს მიცვალებული და შევთქვენ ხა ჩემი ბატონი ამ იმას რა ქვია რა ვქნა მეტინება ხოლმე და აღარ ვუძრო ყველაფერს და პატრიარქმა უღო წესი და აკურთხა და დალოცა სასუფეველში წასწავალი ჩემი შვილი პატრიარქმა და ეს რაც გააკეთა პატრიარქმა ჩემთვის არის მისი სახელი სადიდებელი და ყველაფერი რა ბატონო თამაზ, თქვენ ბრძანეთ ეგ ხოშტარიას განცხადება გაიხსენეთ ციხეში არ მაკლი არაფერიო, კარგად ავარ მშვენივრად ვარო. ჩვენ ასე ვხედავთ, რომ ეს სააკაშვილის რეჟიმის ყოფილი მაღალჩინოსნები, ვინც მოიხადეს უკვე სასჯელი, ყველამ ნახათ ტელევიზიით, ყველგან არის ეს კადრები, როგორ ფერხორციანად და ლოყება აღაჟღაჟებულად და ისე გამოდიან ციხიდან თითქოს იმაში ყოფილიყვნენ სანატორიუმში. ახლა ციხე როგორიც არ უნდა იყოს და 4 კედელი და ციხეა სასიამოვნო არავის არ არის იქ ჯდომა, მაგრამ ხომ ფაქტია როგორები გამოდიან ისინი ციხიდან და თუ გახსოვთ, თუ გაიხსენებთ როგორი შევიდა ციხეში სულხანი და როგორი გამოვიდა იქიდან. ეხლა სამოქში ნახულის 140 კილო აუწოლია სულხანი და 100 კილოც აღარ იყო 70 ხო 140 კილო იყო და ეხლა 8 წაიწონეს რომ გამოვიდა ციხიდან 70 კილო იყო ანუ განახევრებული იყო ადამიანი და ესენი ეს შობეძაღლები როგორც გინა ისე მიიღონ მაგათმა მაგათი გაჩენის დღე მართლა ვიც არიან კარგად გულაობენ რა ციხეში ჯერ მე არ ვიშვებდნენ შვილის ანახავად და აქა მაგასთან გეგონება შარაშკინა კანტორა არისო რომ იტყვია ლილოს ბაზრობა რა ვიცი რა არის იქა როცა უნდა შევა ვისაც უნდა შევა მივა აჭმევენ ასმევენ ქალები არაკლიათ და რა ვიცი როგორც გინდათ ისე გაიგონ მაგათმა და მე ამ თავრობაზე რაზე ვარ ნაწყენი იცით არ ვიცი რა პოლიტიკა ესა ვისე ეფერებიან რატო რისთვის ასეთ პატივის ცემაში არ უნდა ყავდეთ პატივრები თორემ უარეს გვიზავენ მერე და უარეს უზავენ ამ მშვენიერ კარგ თავრობას რა ვქნა ბატონ თამაზ მოდი წავიდეთ ბოლოსკენ წავიყვანოთ ჩვენი საუბარი და აი პათოსიდან გამომდინარე რაზეც ახლა თქვენ საუბრობთ და ბრძანებთ მინდა გკითხოთ ეხლა ნახეთ ჩვენ ამ უკანასკნელი დღეების განმავლობაში რომ ისევ ეს მოზაიკის დაშლილი ნაწილები ვითომ ცალ-ცალკე რო იყვნენ ეხლა ისევ შეერთდნენ და გაერთიანდნენ ისევ ნაციონალური მოძრაობის ქოლგის ქვეშ და გამოაცხადეს ეგრეთ წოდებული ეროვნული მობილიზაცია და 26 მაისს ამ წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გეგმავენ თბილისში აანონსებენ ხალხმრავალ აქციას და ამბობენ რომ ჩვენი სახით თქვენ ხედავთ მომავალ ხელისუფლებას. აი რა სიტყვით ამასთან დაკავშირებით? თანაც როგორ ამბობენ იცით? აიო ჩვენო დაინახავთ რომ ჩვენ მოვდივართო ხელისუფლებაში. რა გააკეთეს ჯერ რატო იმაზე არ აგებენ პასუხს? კარგი რა გააკეთეს და მე მგონი ქართული საზოგადოება უგონორი არ არის ჭკვიანია რო უყურებ რო რამხელა დანაშაულია კა ჩადენილი და კიდე უნდა რომ თავრობაში მოვიდეს რა გამიკეთა მანამდე მაგან უკეთესი ისეთი რომ მე სხვათა შორის ბოკერიას ცოლი არის ერთ-ერთი ატამანი ახლა ამათი ხო აბა ერთად არის ზოყონა და მე გაზეთში რა მივწერე იცი ბოკერიას დედას ჩემპიონს
კალბატონ ნანა ალექსანდრიას. აბა, საქართველოს ჩემი მე ვთქვი. ცნობილ მოჭადრაკეს. საპატიმს აქციამ და ყველაფერი მეთქვა. ერთ შეკითხვა მაქვს თქვენთან მეთქი რა. მე თამაზ მოლაშვილი რომ მიდივარ ქუჩაში, უცნობები ხდებიან, ხეს ამავლებენ, მითანაგრძნობენ, მეფერებიან, გეფიცებით ყველაფერს არ გავა დღე თითქმის თუ იმ დღეს არა მეორე დღეს მაინც ვიღაცები აი ესე მეფერებიან და მიქებენ შვილსა და არის ერთი ამბავი. ქალბატონო ნანა მეთქი. ვინმეს თუ გაუჩერები ხარ და უთქვია შენთვის რომ დედა რა კარგი შვილი გაგიზდიო. აი როგორც მე მეუბნებიან მეთქი. არა მგონია რომ ვინმე გაგაჩეროს და გითხრას ეგა მეთქი. აბა კარგად დაფიქრდი მეთქი. მიუხედავად იმისა რომ თქვენ მე პირადად როგორც მანდილოსას როგორც კარ მოჭადრაკეს ყოველთვის პატივს ცემდი და ეხლაც პატივს გცემთ, მაგრამ თქვენი შვილის სიკეთეს ხალხი ვერ უყურებს მაგას. ხედავს მხოლოდ სიმინძურეს. აი ეგ იყო ჩემი ნათქვამი მაგისტრის. ჩემნაირი გამწარებული ხალხი რამდენი არის კაცო? იმათ რა პასუხი უნდა გასცენ ამათო. ჩვენ გვინდა მთავრობაში მოსვლა რო იძახიან. გამწარებული ხალხი რო ყავთ, გამწარებული ხალხი. მე სადაც წევარ, ჩემ პირდაპირ კედელზე ჩემი შვილის ბავშვობის მეუღლესთან ერთიმასთან კენა მაქვს სურათები და ყოველგვარი ზედმეტი მისგან კი არ ტირი ვარ ხოლმე, ხანდახან ბღავი ვარ ხოლმე. სულხანის სურათებს რო უყურებთ? აბა, რო შევხედავ ხოლმე არა? ვაი, ჩემი შვილი, თითქოს კი აქ ამყავს კიდევ მეთქვი და მე ამიტყდება ბღავილი და ჩემ თავს ეუბნები რაც ბღავი ხარ გაჩვენდი სხვა მეთქვი. აი ამ სიტუაციაში ვარ და ჩემ სიტუაციაში მყოფი ადამიანები როგორი იფიქრებენ იმას რომ დამნაშავეები მოვიდნენ კიდევ მე ხშირად მეთქვია ხოლმე რომ სკოლის ამ ბავშვი აუცილებლად აი ეს რაც იყო და როგორც იყო ერთი საგანი უნდა იყოს ისეთი საქართველოს ისტორია მაგალითად რომ ცოტა წამოსდილი ბავშვებიც არიან მერვე, მეცხრე, მეათე, მე-11 კლასელებს წაუკითხონ კვირაში ერთხელ თუ ვინ რა ცოდვა ჩაიდინა, ვინ რა სიკეთე გააკეთა. ეს ახალგაზრდებისთვის საჭიროა აუცილებლად. ი ბატონო, ბატონ თამაზ, უღრმესი მადლობა რომ დაგვითმეთ დრო მობრძანდით გადაცემაში თავს ძალა დაატანეთ და ისაუბრეთ თქვენთვის ცხოვრებაში ყველაზე მწარე და ყველაზე მტკივნეულ თემაზე და რაც შეეხება 26 მაისს დაანონსებულ ეგრეთ წოდებულ ეროვნულ მობილიზაციას და საპროტესტო აქციას რუსთაველის გამზირზე მე არ ვიცი რამდენი ადამიანის მოგროვებას შეძლებს ნაციონალური მოძრაობა 26 მაისისთვის რუსთაველის გამზირზე მაგრამ ზუსტად ვიცი ორი ადამიანი რომელიც იმ დღეს იქ იქნება ეს ორი ადამიანი იქნება სულიკო ასათიანი და ნიკა კვინტრაძე, რომელიც ნაციონალური მოძრაობის რეჟიმმა 2011 წლის 26 მაისის ღამეს მშვიდობიანი მიტინგის დარბევისას ჯერ ცემით მოკლა, ხოლო შემდეგ მათი ცხედრები მაღაზიის ჯიხურის სახურავზე შეალაგა. აი ამ ორი ადამიანის აჩრდილი ნამდვილად იქნება იქ 26 მაისს და სულიკო ასათიანის და ნიკა კვინტრაძის აჩრდილი არასოდეს არ მოასვენებს ნაციონალურ მოძრაობას. გემშვიდობებით და დაგიბრუნდებით რეჟიმის ანატომიის მომდევნო ეპიზოდით. მადლობა ყურადღებისთვის.